გამარჯობა, გილოცავთ შობა ახალ წელს. ისევ ამ საიტით ბრუნდები, ამ საიტის განხილვით. ბევრი სიახლეებია და მინდა გაგიზიაროთ. მათთვის, ვინც არ იცის ეს საიტი რა არის და რას წარმოადგენს, პატარა ექსკურსს გავაკეთებ. ეს არის ონლაინ მაინერი კრიპტოვალუტის. ბევრი შესაძლებლობები აქვს, ბევრი რაღაც მანიპულაციები შეიძლება გააკეთო აქ, რომ ეს მაინერები და კრიპტოვალუტა იშოვო, ამიტომაც წერ ამ ვიდეოებს. წინა ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ჩემ გვერდზე. ერთი ვიდეო გადავიღე დიდი ხნის წინ, შემდეგ რადგანაც სხვა მუდმივი სამუშაო ასე თქვათ ვიშოვე ამ საქმეს თავი დავანებე, იმიტომ რომ დროს მოითხოვს ეს საიტი და რაღაც ითამაშო მაინერები გააკეთო, რაღაც მანიპულაციები უნდა გააკეთო რა მოკლედ. ამაზე ყველაფერზე მე ვისაუბრებ. და მაშინ მქონდა მარტო რამოდენიმე ესეთი პატარა მაინერი, რომლითაც თითქმის ვერაფერს ვერ ვშოულობდი, ძალიან ცოტა იყო. ამიტომაც თავი დავანებე. შემდეგ აი წელს უკვე როდესაც თავისუფალი დრო გამომიჩნდა ზაფხულში, როდესაც შვებულებაში ვიყავ, ისევ ამას ჩავუჯექი რომ იტყვიან და ერთ თვეში ნოლიდან, პრაქტიკულად ნოლიდან ერთ თვეში აი ამდენი ძლიერი მაინერები ამოვიღე, ეს უკვე მესამე თაობა მაინერები მაქვს, უკვე აქ დალაგებული. უკვე გამოვცვალე არაერთი, ზოგი გავყიდე, აქ გვაქვს ასევე სად არის შოპი, მარკეტპლეისი, სადაც შეგვიძლია გავყიდოთ, ვიყიდოთ და გავყიდოთ სხვადასხვა მაინერები. აი მაგალითად სხვა შევიდეთ და ყველაზე რამე ისეთი ნახოთ, შეგვიძლია გავფილტროთ, მაგალითად ფასის მიხედვით მოვძებნოთ, ან სიმძლავრის მიხედვით მოვძებნოთ, ან ბონუსის მიხედვით. აი ხო ხედავთ, აი ეს არის 2 pH-ში სიმძლავრის ეს რაღაცა მაიმუნი და 1% აქვს სიმძლავრი. ანუ ამ სიმძლავრის 1% ბონუსად გერიცხება და ღირს 11 როლერ კოინი. ეს როლერ კოინი არის ამ საიტის საბრუნავი ვალუტა, ეს არ არის კრიპტოვალუტა. ამ ფულს შენ შეგიძლია კრიპტოვალუტა გადაცვალო ამ ფულში და ამ ფულით მე იყიდო ნებისმიერი მაინერი, ნებისმიერი რამ. აი ხა მე მაგალითად წელან ლიდერბორდში შევედი და მაინტერესა ვინ იყო პირველ ადგილზე. ლიდერბორდი მუდმივად იცვლება, ეგ არის მე მაგალითად ვარ 23825 მეხუთე ადგილზე, აი აქედან, აი ამ ციფრიდან. ხედავთ ალბათ, აი აქ კუთხეში შეხედეთ. ანუ აი ამ ხლა გზა გავიარე და ჩამოვედი 23825 ადგილზე. თითოეულ მოთამაშეს აქვს აი ესეთი გრაფიკი, რა გააკეთა, რა იშოვა, როდის რა ის ჰქონდა. შეუძლია ნახოს. და მოდი ვნახოთ მესამე ადგილი. რა ჩიკუიტა. ვიღაცა ჩიკუიტა არის. აბა ვინ არის და რა არის ვნახოთ. 3 წელია ამ საიტზე თამაშობს, 21 წლის მე-9 თვეში დაუწყია თამაში. სიმძლავრი აქვს თამაშებით დაგროვილი 1 pH-ში, 7 EH-ში აქვს, ანუ ძალიან დიდი სიმძლავრი აქვს, ამას ძალიან დიდი ხანი მოუნდები მე რო ავკაჩო. პლუსი რა არის ამაში, ამ საიტში, რომ შენ შეგიძლია თანხა ჩადო. შენი დანაზოგი, შენი რაღაც შემოსახელფასი და რაღაც პროცენტი ხარჯო ხოლმე და ეს მაინერები იყიდო და გაძლიერდე და შეგიძლია არც არაფერი არ ხარჯო და ისე იშოვო ეს მაინერები, ოღონდ ძალიან დიდი დრო დაგჭირდება და ასე თქვათ, დრო დახარჯო დაგჭირდება. ტიპი როგორც ხედავ არ თამაშობს უკვე ის დღეს არ უთამაშია, იმიტომ რომ კომპიუტერი გაუნულდა. ძალიან ბანძი კომპიუტერი უდგას პირველი დონის. და ამის მიხედვით ამას საზღვრო. მოდი ვნახოთ, ოჰო, ეს თამაშები უთამაშია, ეს მანქანა უშოვია. Back to Future გახსოვთ ფილმი? აი აქ ამ საიტზე რაღაც
თარიღთან დაკავშირებით თან რაღაც ფილმთან რაღაც ღონისძიებები არის ხოლმე მოკლედ და იმ ღონისძიებისადმი მიძუნილი ესეთი მაინერები თამაშდება ხოლმე და ის თამაშში შეგიძლია მოიგო ეს ასე თუ ის მაინერი ეს კონკრეტულად ეს მაინერი მაინტერესა და ეს არის 60 pH-იანი გაგახსენებთ მე მაქვს 20 pH-ში დაგროვილი და მარტო ეს ერთი მაინერი გამოიმუშავებს 60 pH-ს პლუს 12% აქვს საჩუქრად აი ეს რაღაცა მაინერი აჰა მიჯდება ელემენტი შევაერთებ და გავაგრძელებ დავპაუზდები და ვაგრძელებთ მოკლედ წეღან აი ამ ტიპის არა პირველ ადგილზე ვინც არის პირველ ადგილზე ვინც არის იმასთან ვიყავი შესული და მაინტერესა ლიდერბორდი ამასთან ახლა შევისეირნეთ ნახეთ როგორი ზრდა აქვს გრაფიკში დაბალი არ თამაშობდა რაღაც ან გამორთული ჰქონდა ამას რას ნიშნავს გამორთვა გეტყვით მაინერები გამორთული ჰქონდა ვერაფერს ვერ შეუძლობდა და ეს დღეებია ჩართო და წავიდა ზრდაზე ამას პირიქით შემოსავალი ჰქონდა ეხლა ეტყობა არ შესულა არ დაუტვირთია ელემენტი და შემოსავალი აქვს 0 change 0% per day აჰა მაგრამ აქვს ძალიან დიდი სიმძლავრე 523965 EH-ი აქვს წამში ანუ ნახეთ რა ხდება რას ნიშნავს ეს ყველაფერი ეს ციფრი ხო დაიმახსოვრეთ შეგიძლიათ მე გადაახიოთ და გადაიანგარიშოთ რა შემოსავალი აქვს მაგ ერთი პირველ ადგილზე ვინც არის დღეში ესე იგი ნახეთ აქ გვაქვს ბატარეა აი ამ ელემენტს ხედავთ ხომ მწვანეს აი ამას ყოველ დღე 24 საათში ერთხელ აი ხედავთ ტაიმერია ჩართული და ნულდება ვიდეოს ვიწერ ყოველ დღე უნდა ჩართო, აი დაეწერება დატვირთვა, ცოტათი გაწილდება, 12 საათში ერთხელ მოგთხოვს დატვირთვას. მაგრამ 24 საათი, ასე ვთქვათ, სანამ ნულამდე არ ჩამოვა, შენს მაინერებს ამუშავებს. თუ ელემენტი დაგიჯდა, მაინერები აღარაფერს აღარ გამოიმუშავებენ. ეხლა მე ცოტა ვითამაშე კიდეც, ასე ვთქვათ, მოვედი ხასიათზე და ცოტა დამიგროვდა, ესეთ მოდი სიმძლავრე ვნახოთ, ბახოდოთ ცივად არ ვილაპარაკო, მშრალად. ესე იგი, სიმძლავრე ჩემი მაინერები არის 17416 pH-ში სიმძლავრის, ბონუსად მაქვს 3 pH-ში, ანუ 19% მაქვს მაინერებიდან საჩუქრად. შემდეგ რეკ ბონუს, ანუ ის თაროები, რაზეც ალაგია, იმასაც თავისი სიმძლავრე აქვს. და თამაშებიდან მაქვს 108 TH-ში ეს ძალიან ცოტაა და ესეც 2 TH-ში ეს არაფერი არის. მაგრამ ჯამში გამომივიდა 21000 pH-ში. რაც უფრო მეტ თამაშობ, ეს მე ემატება და გიზრდის მას, რა ქვია. თამაში რა არის, მე ამას გეტყვით. მოკლედ, აი ეს 21 pH-ში 21 pH-ში მე 10 წუთში ერთხელ დაბრუნდი აი ესე მაძლევს მე ხლა გამოვიმუშავებ Litecoin-ს. აი ესა მაქვს დაგროვილი უკვე რაღაცები ვიყიდი, ამიტომაც ბოლომდე არ ვანულებ ხოლმე არასდროს, რაღაცას ვიტოვებ ყოველ შემთხვევისთვის, ასე ვთქვათ, საჭიროების მიხედვით. ამიტომაც ყოველთვის ანგარიშზე რაღაც მიდევს. არ შოულობ ხან roller coins ვამუშავებ ჩემს სიმძლავრეს ხან Litecoin-ზე არ შოულობ არც Bitcoin-ს არც Dogecoin-ს რაღაცები ვცადე მაგრამ ძალიან ცოტას იძლევა ამიტომაც Litecoin-ზე გადავედი ყველაზე მეტს ეს გამოიმუშავებს 10 წუთში ერთხელ მაძლევს საწავიდა ეს მონაცემი აი აქ არის 25 Litecoin-ის ცენტს ასე ვთქვათ ხურდას. ერთი Litecoin-ი შეგახსენეთ 180 ლარი ღირდა ერთი კვირის წინ. 180 ლარი ერთი Litecoin-ი. თუ ასეთ მათემატიკურ მაგალითს მოგცემთ ახლა. თუ მე მაქვს 21 pH-ში და 21 pH-ში მე 10 წუთში ერთხელ მაძლევს 25 Litecoin-ს ნის ხურდას
აი ნახეთ 0.000000025. ანუ 5 0-ია, თუ სწორად ხედავ ახლა. ხო, 5 0-ია და შემდეგ 25. აი ამას მაძლევს 10 წუთში ერთხელ. ტიპი, რომელიც leaderboard-ში არის, პირველ ადგილზე ან კიდაც მოდი 10 ადგილზე ვინ არის, ის ნახოთ, ვიღაცა ტირკარგო რაღაცა. აი ეს არის მის თამაშის და შემოსავლის გრაფიკი. აქ შეგვიძლია სხვა რაღაცები ნახოთ. ამისი სიმძლავრე არის 109 ეთერიუმ ჰაში. ანუ ეს როგორი ვარიანტია, იცი 100 pH-ი უდრის 1 EH-ს. 100 pH-ი. დაიმახსოვრეთ? ხო და აი ახლა მაგალითი მაქვს. თუ მე მაქვს 21 pH-ი და მე მაქვს 10 წუთში ერთხელ 25 Litecoin-ი ხურდა. მოდი აბა იანგარიშეთ იმ ტიპს ერთ დღეში რამდენი ექნება შემოსავალი. მე რო დავიანგარიშებ, პირველ ადგილზე ვინც იყო დღეში ვიძახი 24 საათში. შემოსავალი ჰქონდა 323,000 რაღაცა ლარი 24 საათში გავგიჟდი. ეგეთი რამე ჯერ მე არ გამიგია, რომ ვიღაცამ პროსტა ესე მაინერების საიტზე ჰქონდეს და იმაშვებოდეს, რა ქვია, ესეთი მუქთაც დღეში ერთი კლიკი რო უნდა გააკეთო ეგ რომ დააწვი. კლიკ, ჩართო ეს ელემენტი და იმას აქნა, რა ქვია, შემოსავალი გაიწყდეს, აი შოჩიკი მუდმივად ტრიალებს. ეს ტრიალებდეს კილომეტრებივით. ჩემი ხორნელა ტრიალებს 10 წუთში ერთხელ, აი ეგ რაღაცა გაიჩიტება, ხო? შეიცვლება ციფრი. იმისი მუდმივად ტრიალებს 10 წუთში ერთხელ დიდი ნახტომით ტრიალებს, აი ეს ტიკ და უკვე აი ეგ უკვე 1 2 10 30 აი ესე იწერება ბლომად. გამოტანას რაც შეეხება გვაქვს აი ესეთი ბუმაჟნიკი, შევდივართ. მიუთითებთ რომელ ანგარიშზე გვინდა გადმოყრა ჩვენი ნაშოვნი ფულის, კონვერტაციას გააკეთებ და გამოგაქვს. გავგიჟდი ეს რომ ნახე და ეს დავიანგარიში. მოკლედ, ვისაც დაგაინტერესათ ეს საიტი, მე პირველ კომენტარში დავდებ ლინკს, გადადით ამ ლინკით, დარეგისტრირდით და ბონუსად დამწყებებისთვის ჩემი რეფერალი ხდები, 10% გექნება უფასოდ. ანუ რაღაც სიმძლავრის 10% თუ $10 აღარ მახსოვს, გექნება ასე თქვათ უკვე ანგარიშზე და იმის დახარჯვას შეძლებ. რაც შეეხება თამაშებს, ნახე აქ მიწერია ხო play, ხო რახან მე უკვე დავტვირთე 1 საათის წინ. აქ მიწერია უკვე play, შედი და ითამაშეო. აქ გვაქვს თამაშები. ვიდეო არ მინდა ძალიან გავჭიმო, მაგრამ ასეთ თამაშები მაქვს 12 თამაშია, ეს ძალიან რთული თამაშია, ახალი დამატებული თამაშია და მე ვერ გავედი. ვერც ერთი ტური, იქნებ თქვენ გახვიდეთ. მოდი ვნახოთ, იქნება რაღაც ვქნა. აი კომპიუტერი ჭედავს, გადატვირთვა ჭირდება. თუ ესეთ რაღაც გააკეთოთ თქვენო კომპიუტერმა, გვერდს ტვირთავ, ესე ჩვეულებრივად და განახლება, გაძლიერება მოხდება, ანუ ქეში წაიშლება. ესეთი ხამიაკია, მუდმივად დიზაინს იცვლის. ჩემი საყვარელი თამაში არის აი ეს. ძალიან მარტივია. თითოეულ თამაშს აქვს 1 წუთის დრო და 3 სიცოცხლე, ზოგ სიცოცხლე საერთოდ არ აქვს. 1 წუთში უნდა ჩაეტიო და როგორმე უნდა შეეცადო, რომ გახვიდე ბოლომდე. ამ შემთხვევაში შეგერიცხება სიმძლავრე 25550 პოინტი დამერიცხა ახლა მე. ეს ახლა კონვერტირდება, ხო ხედავთ, რაღაც სიმულაცია, ვითომ რაღაცა ირიცხება. კონვერტაცია მოხდება ამ ქულისა pH-ებში და დამემატება. ესე იგი, მეუბნება ახლა რომ 25 თამაში უნდა ვითამაშო კიდევ რომ ახალი დონის კომპიუტერი მომწეს. აი ეს კომპიუტერი განახლდება, გაჩვენებთ ახლა.
მესამე დონის კომპიუტერი მიდგა ახლა. ეს შავი კომპიუტერი და შემდეგი ბოლო მოდელი იქნება, მეოთხე დონე იქნება, ახლა 25 თამაშს თუ ვითამაშებ კიდევ და 25-ვეში მოვიგებ. წაგებულ თამაშები არიან გარიშება. და ეს კომპიუტერი თუ ყოველდღე ერთ თამაშს მაინც ვითამაშებ, შემდეგ ეს ელემენტი უნდა გადავტვირთო ხოლმე და ერთი თამაში ვითამაშო მოგებით, ეს კომპიუტერი შემენახება 7 დღის განმავლობაში. მაგრამ ყოველდღე ერთი თამაში უნდა ვითამაშო. ანუ ერთი წუთი სჭირდება ამ ყველაფერს. კიდევ, აქ გვაქვს ასევე season pass-ები, საწავიდა ეს ოხერი, აი ზემოთ. აი ეს გვაქვს რაღაც ივენთები. ყოველდღიურად ეს დავალებები გვაქვს, რაღაცები თუ შეასრულებ, აი ნახეთ, გააკეთე ის და ამაში გაძლევენ ქულებს. აქ მაქვს აი ეს ყვითელი ქულები, გიგროვდება ცალკე ამ სეზონის ივენთის ფული, ასე ვთქვათ, რომელთაც შეგიძლია შეხვიდე store-ში. season store-ში შევიდეთ და ესეთი რაღაცები იყიდო. გინდა miners იყიდი, ახალს ვაფშე არავის არ აქვს, მაგრამ აქ როგორც წესი ძვირები იღებს ხოლმე. ან ირჩევ AMF-ს, lootbox-ებს და ყიდულობ და აქედან ამოგდის ქულები. შემდეგ ამ ქულებს გადაცვლი, ასე ვთქვათ, საწავი და ჩემი story კი არა და სად leaderboard-ი არა, აი story. ჩემი საცავი, ასე ვთქვათ, შეგიძლია ეს ქულები უკვე გადაცვალო რაღაცაზე, აი ესენი გააძლიერო და მე ესენი უკვე გაყიდო კაი ფასად. ამ წუთას მე marketplace-ში მაქვს გასაყიდად გამოტანილი, რაც გავაკეთე იქ. სად არის my orders? აი ესეთი hashboard-ი მაქვს. ვყიდი 2 roller coin-ად, ჯამში 2 ცალი მაქვს გამოტანილი და 4 roller coins მივიღებ, როგორც კი გაიყიდება. საკმაოდ საბაზრო ფასზე მაღალი ფასი დავადე, იმიტომ რომ ახლა გაჩვენებთ რატომ. marketplace-ზე რო შედიხარ, მაგალითად ეს რო ვიყიდო ახლა, ხო? აი მაგალითად parts მივუთითოთ და ლურჯი გვინდა, აი ეს ლურჯი. ამ წუთას ღირს საწავი და ფასი. სადა ხარ ფასი? 1 და აი აქ არის. 1 და 64 roller coin-ი კი არის. საკმაოდ არც ისეთი იაფია. მაგრამ იაფია სტატისტიკას თუ შევხედოთ, ცოტა 2 დღის წინ ღირდა აი ეს. 2 და 16. 2 და 13. 2. ანუ მე აი ამას ველოდები ახლა, რომ ფასი ისევ ავარდება და მე კარგ ფასში გავყიდი. ანუ თუ გეჩქარება და თანხა გჭირდება, შეგიძლია შენ საბაზრო ფასზე დაბალი ფასი დაადო, მაგალითად ახლა გუშინ წინ ღირდა, მოდი ლარებით ვიტყვი რა. 1 და 25 cent roller coin-ი ღირდა, კაი არ მინდა. ვიტყვი ისევ ამათი თანხებით. ახლა ღირს ლარი, ისა 1 და 50 roller coin-ი. 1 თვე. არა და 60 დღე ვნახოთ. აი ესეთი ფასის დინამიკა გვაქვს. აქ ნებისმიერ რამეზე შეგიძლია ესეთი ფასის დინამიკა ნახო, რომ არ მოტყუდე და ძვირად არ იყიდო რაღაც, ასე ვთქვათ, ნიუთი. marketplace-ში რო შედიხარ, აძლევ buy-ს. აი buy, აი ხა მინდა ყიდვაო, შემდეგ ეძლევ miners ყიდვა მინდა ასევე რომ ფასი იყოს IAP-დან ზევით, low price, low high. შემდეგ მინდა რომ იყოს მაგალითად მე უკვე 800,000-ზე 800,000-ზე ქვევით აღარ ვყიდულობ არაფერს, იმიტომ რომ ერთი ოთახი მაქვს და მინდა იმ ოთახში მაქსიმალურად დიდი სიმძლავრეები მელაგოს, ახალი დამატებული ეს რაღაც ნახეთ ჩამოფასდა. მაგრამ ფასია ძალიან დიდი, 2 და 70-ია. აი ეს მაგალითად მე კარგ ფასში ვიყიდე, ლარნახევრად ვიყიდე თავის დროზე, ახლა ღირს 2 და 8. მე ახლა შემიძლია პრინციპში ესენი გავყიდო ამ ფასად და ფასი რო დავარდება ისევ ვიყიდო, მაგრამ გამომუშავებაში წავაგებ, სიმძლავრეს წავაგებ, ასე ვთქვათ. ეს თქვენი გამოსაანგარიშებელია, ვის როგორ გიღირთ.
ზოგი ტიპები ასეც აკეთებენ, რასაც შოულობენ და ყიდულობენ, მე ძვირად ყიდიან და მე ისევ იაფად ყიდულობენ, როცა ფასი დავარდება. აი, ეხლა ამის ფასი ვნახოთ, მოდი როგორ ავარდა. აი, ეს არის 7 დღის დინამიკა. ეხლა 30 დღის დინამიკა ვნახოთ. იყო 2.62. ჩამოვარდა ყველაზე დაბალი იყო 1.53. აი აქ რო გეყიდა, კარგი იქნებოდა. და 2.64-ია ისევ. ახლა 60 დღის დინამიკა ვნახოთ, საიდან წამოვიდა. ვაუ, 3 როლერ კოინი ღირებულა თავის დროზე. შემდეგ წამოვიდა, ესე სვალებადი ფასი აქვს. ლარი და 63-ზე ჩამოვარდა. შემდეგ 2-ზე, ნუ 2 ასე თქვით, ნორმალური ფასია ამისთვის. ლარი და 1.53 როლერ კოინი არის უმდაბლესი ფასი და ეხლა გვაქვს 2.64. ნორმალურია. დაველოდოთ, როდესაც გაიაფდება ისევ. მოდი ისევ სხვა მაინერი ვნახოთ. ძლიერი. მოდი მაინერები მივუწოთ მარტო. და ესეთი რაღაც ვნახოთ. ან მოდი ყველაზე ძვირი ვნახოთ, აბა, რა არის. Price high low. ყველაზე ძვირი ღირს 199 pH-ი და 30% აქვს პლუს ბონუსი და ღირს 4999, ნუ 5000 როლერ კოინი. ვაუ. ამას ის ტიპები თუ იყიდიან და დადებენ თავიანთ ოთახში, მაგრამ როგორც ხედავ, ამოიღებს. ხო, ეხლა რაც მინდოდა, ხო რაღაც გამომრჩა, მოდი გაჩვენებთ რაღაცას. მე მაქვს ერთი ოთახი, ნაყიდი. ეს ოთახი თავიდან გეძლება იაფად კი არა უფასოდ და ამაში შეგიძლია 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 თარო დადგა 4 თაროიანი და დაალაგო შენი მაინერები. ამ თაროზე შეგიძლია დადო ან 2 ცალი პატარა 1 წელიანი მაინერი ან 1 მთლიანი, რომელიც 2 ადგილს დაიკავებს. ეხლა ამ ტიპებს leaderboard-ში რო არიან, ხო? ვისაც კაი მაყუთი აქვთ ნაშრომი უკვე. თითოეულ მათგანს, აი, ვინც ეხლა ეგ 10-ულში, 20-ულშია, ხო? მოდი ისე პირველ ადგილს გავუსწორდეთ, რომ ყოველს უნდა უსწორდე მოწინავეს. აჰა. ვიღაც ამერიკელი ტიპია. არ მომწონს ამერიკელი ტიპი, ასე რომ გამოვიდეთ. ვერ ვიტან ამერიკელებს. მიზეზები მაქვს ძალიან ბევრი, ასე რომ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ავიღოთ აი ესეთი ტიპი, კარგად მოუწყვიან, თავისი ოთახი ნახე, საახალწლო სკილი უყიდია თავისი ოთახისთვის, ამაზეც დაიხა. აი. წელა რო ვნახეთ. და ბახუდ გაუძლიერებია, მესამე დონის არის ეს. ის იყო პირველი დონის, ეს მესამე დონის. ეს არის roller admin gauntlet. 199 pH-ს თუ ის არ არის, ისიც მესამე დონის იყო, ეთქობა იგივე ფასია და იგივენაირია. აი უდევს. იყიდა დადო, გამოიმუშავებს. აი ნახე, ამ თაროზე უდევს 2 ცალი. 290 pH-იანი და 52 pH-იანი და გაცილებით მეტი გამომუშავება აქვს 1 თაროდან. შემდეგ ნახოთ მეორე ოთახი. ეს მეორე ოთახი უნდა იყიდო. მეც შემიძლია ვიყიდო, მაგრამ ჯერჯერობით თახას ვაგროვებ სხვა რამისთვის. მინდა ის ერთი ოთახი მაქსიმალურად ძლიერი მაინერებით დავტვირთო. რასაც თაროდან მოხსნი, შენ სტორში გენახება. ან მეორე ვარიანტია ოთახი უნდა იყიდო და ის შენი რაც სტორში გილაგია, აქ დაალაგო და პლუს გამომუშავება გექნება, მაგრამ მე იქ სტორში რაც მილაგია, საცავში, ძალიან ცოტა გამომუშავებისა, სუსტებია, ასე ვთქვათ, პირველი თაობისები და არ მაწყობს, რომ 20 როლერ კოინი ამ ოთახის გულისთვის დავხარჯო, მირჩევნია, ვიყიდო ძლიერი მაინერები და ისინი დავალაგო და გამომუშავება მქონდეს. აი როცა ამაცავით ან მიახლოებით ამაცავით სერიოზული გამომუშავება მექნება, მე ვიყიდი 4 ოთახს კი არა 10 ოთახს ვიყიდი და დავალაგებ რაც შეიძლება მეც. ვაუ, რაღაც მიზე ხუთიც აქვს, აი ვნახოთ როგორია. Pacifier. ვაუ, ლამაზია.
ეს ყველაფერი არის ივენთებიდან მოგებული მაინერები, შემოუძმეებო და მეგობრებო, არ იყიდება ესენი სტორში. ესენი არის ივენთებიდან მოგებული. იგივე მე რაც მაქვს, აი ესეც რაღაც მფრინავი ვერთმფრენია. უმეტესობა აქედან არის მაინერი, რომელიც რაღაც ივენთში მოიგე. და შემდეგ ან ფასის გამო ან რაღაც მიზეზის გამო გაყიდე. აი ეს არის season store. აი season pass. season store. აი season store. ნახეთ. ეს არის მაინერები, რომლებიც ახლა იყიდება. avatar head, რაღაც სისულელეებში რომ დახარჯო ფული. ტრაფეები, ესაც მე ასე ვთქვათ მოვიგე, მაგრამ არ მჭირდება არაფერში. შემდეგ გვაქვს marketplace-ი. ეს უკვე გაჩვენეთ პრინციპში, მაგრამ აქ არ მიჩვენებია გაყიდვის მომენტი. ნახეთ, აქ როცა შედიხარ გაყიდვაში, ხო, შენ გაჩვენებს უკვე რა შეგიძლია გაყიდო. ზოგიერთი მაინერი, რომელიც შენ გაჩუქეს, ვერ გაყიდი. ნახეთ, can be sold. ეს მარტო უნდა გამოიყენო გამომუშავებაში. და შემიძლია გავყიდო აი ეს, რომელიც მე ვიყიდე. შემიძლია გავყიდო მაგალითად აი ეს 50 TH-ია, 40 TH-ში, 50 TH-ში. ამათ ჯერჯერობით ვინახავ, საჭიროების მიხედვით ცვლი ხოლმე, თუ თქვათ რომელიმე სუსტი მაინერი გამომიჩნდა, იმას ჩავანაცვლებ ხოლმე და პროცენტიანებია და არ მინდა ჯერ გავყიდო, იმიტომ თან დაბალი ფასი აქვს. ფასია დავარდნილი. მაღალ ფასზე რვავა, მე უკვე რა თქმა უნდა მოვიშორებ ამერებს და კარგ ფულსაც ვიშოვე. და ამათი ნაშოვნი ფულით შემდეგ ახალ მაინერს ვიყიდი დაბალ ფასად უკვე სხვას. აი ეგეთი ამბავია ჩემო ძმებო და მეგობრებო. მარტ საიტი სანდოა, იმიტომ რომ 4 წელზე მეტია და მე მგონი 4 წელზე მარტო მე ვარ აქ დარეგისტრირებული 4 წელი და რამდენი წელი მანამდე იმუშავა ამ კაცმა არ იცის და შეგიძლიათ YouTube-ზეც შეხვიდეთ და დაგუგლოთ. რა და როგორ არის ეს საიტი. კიდევ ვიმეორებ და იმას ქენით, რა ქვია, პირველ კომენტარში მე დავდებ ამის ლინკს, გადადით ჩემი ლინკით დარეგისტრირდით, ხაზგასმით ვამბობთ, ჩემი ლინკიდან გადასულ ადამიანს ერგება ბონუსი 10%. ამიტომაც გადადით მხოლოდ